საქმე წმინდათა მოციქულთა თავი 28 და გამორაიხელით მაშინ იცნეს რამე თუ მელიტონი ერქვა ჭალაკსა მას ხოლო ბარბაროსთა მაწინა მიყვეს ჩვენ არამცირედი კაცმოყვარებაი რამე თუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწნარე ჩვენ ყოველნი წვიმისა მისგან და ყინელისა რომელი იყო დავით არ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქვეტისა და დაასხმდა ცეცხლსა მასზე და იქედნე ციტფოისა მისგან გამოხვდა და მოეხვია ხელსა პავლესა ვითარცა იხილეს ბარბაროსთა მათ გველი იგი დამოკიდებული ხელსა მისა იყოდეს ურთიერთარს კაცის მკვლელისამე არს კაცი ესე რომელიც ზღვასაღა თუ განერა საჯელმან ცხოვრებად არა უტევა ხოლო მან ხელი განყარა და შეაგდო გველი იგი ცეცხლსა და არარაი ბროტი ევნო მას ხოლო იგინი ჰგონებდეს ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეხსეულად მკვდარი დავით არ იგი მყოვარჟამ გებდეს და ხედვიდეს რამე თუ არარაი ბროტი შეემთხვია მას მოიქცეს და იტყოდეს ვითარმედ ღმერთი არს ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისიმე მის ჭალაკისაი რომელსაც სახელი ერქვა პოპლიოს რომელმან შემიწნარა ჩვენ და 3 დღეს სიყვარულით მოწლედ მის დუბრნა და იყო მამა იპოპლიოისი სიცხითა და ნაწლევითა სნეულ და მწოლარე რომლისას შევიდა პავლე და ულუცა და დაასხნა მიზე და ხელნი მისნი და განკურნა იგი ვითარცა ესე იქნა სხვანიცა რომელნი იყვნენ ჭალაკსა მაშინა და აქ უნდა უძურებაი მოვიდოდეს და განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაითა რომელთაცა მრავლითა პატივითა პატივგზეს ჩვენ და წარსვლასა ჩვენსა აღვაგნეს საგზლითა და შემდგომად 3 თვისა შევედით ნავსა რომელსაც დაეზამთრა მას ჭალაკსა ალექსანდრიისასა სახელით დიოსკორესსა და შთავედით სვირაკოსად და დავადგერით მუნ 3 დღე მინდა იგი მოვლეთ და მოვიწიენით რეგონდ და შემდგომად 1 დღისა იყო სამხრეთ ნიავი და 2 დღე და მოვედით პონტიოლს სადა იგი პოვენით ზმანი და ნუგეშინის ცემულ ვიქმნით მათზედა და დავადგერით მუნ 7 დღე და ესეთ მოვედით რომედ და მიერ ძმათა ესმა ჩვენთვის და გამოვიდეს შემთხვევად ჩვენ და ვიდრე აპიოფოროდმდე და მესამე დღვინის საფარდულად რომელნი ხილნარაი პავლე მადლობდა ღმერთსა და ნუგეშინისიცა და ოდეს შევედით რომედ ასისთავმან მან მისნა პრობლნი იგი ერის მთავარსა მას ხოლო პავლეს ებზანა ყოფაი თვისაგან მცველისა მისისა ერის კაცისა თანა და იყო შემდგომად 3 დღისა მოუწოდა პავლე რომელნი იგი იყვნენ მუნ ჰურიანი მთავარნი დავით არ მოკრბეს იგინი ეტყოდა მათ კაცნო ძმანო მე არაი ბროტი ვქმენ ერისა მისთანა გინაშ ჯულისა მამულისა და კრული იერუსალიმით მივეცი ხელთა ჰრომთასა რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაი ჩემი ამისთვის რამე თუ არც ერთი ბრალის წვილისაი იყო ჩემთანა დავით არ იგი სიტყვას უგებდეს ჰურიანი ვიძულე ღაღადის გდებაი კეისრისაი არათუ ვითარმცა შესმინაი რაიმე მედვა ნათესავისა ჩემისა ამის უკვე მიზეზისათვის გლოცავ თქვენ რაითა მოხვიდეთ და გიხილნე და გეტყოდი რამე თუ სასუებისათვის ისრაელისა ჯაჭვი ესე ზედა მაცმე ხოლო მათ რქვეს მას ჩვენ არცა წიგნი მოგვიხდა შენთვის ურიასტანით არცა მოვინმევიდა ძმათაგანი და გვითხრა და იტყოდა შენთვის ბოროტსა ხოლო ამას გლოცავთ რაითა ვისმინოთ შენი ვითარ ზრახავ ხოლო ხდომის ამისთვის უწყებულ არ ჩვენ და რამე თუ ყოველსა ადგილსა ცილობ აღდგომილარს და განუჩინეს მას დღე და მოვიდეს ვანად მისა მრავალნი რომელთა ასწავებდა და მიუთხრობდა სასუფევლისათვის ღმრთისა და არწმუნებდა მათ იესუისთვის ჯულისაგან მოსესა და წინასწარმეტყველთა განთიადიდგან ვიდრე მიმწუხრადადმდე რომელნიმე ერჩდეს სიტყვათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს და შეუთქმელნი იყვნენ ურთიერთას და განვიდოდეს თქვა პავლე სიტყვა ერთი ვითარმედ კეთილად იყო და სულიწმინდა იესაიას მიერ წინასწარმეტყველისა მამათა თქვენთა მიმართ და თქვა მივედეერსა ამის და არ ქუმათ სმენით გესმოდის და არა გულისმახოთ და ხედვით და არა იხილოთ რამე თუ განძრქა გული ერისაი ამის და ყურითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათ დაიწუხნეს ნუსა და იხილონ თვალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისმახონ და მოიქცენ და განკურნე იგინი საცნაურნ უკვე იყავ თქვენ და რამე თუ წარმართათთვის მოივლინე მაცხოვარება იხდისაი და მათცა ისმინონ და ესე რა ითქვა წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიება იაკუნდა თავთა შორის თვისთა ხოლო პავლე დაადგრა მუნ 2 წელ ყოვლად თვისთა სასყიდლითა და შეიწყნარებდა ყოველთა რომელნი მოვიდოდეს მისსა გადაგებდა სასუფეველო საქმისასა და ასწავებდა უფლისა იესო ქრისტესთვის ყოველითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად